პაპუაშვილმა თქვა ბრიუსელს აქვსო პოლიტიკა საბავშვო ბაღის დონეზეო. ოხ შალვა. საბავშვო ბაღშიც კი არ მიგიღეს. კარი მოგიხურეს და გამოგიშვეს. დაწყებით კლასებში ხო საერთოდ ზღაპარია და ამ ყველაფერს ფუთავთ ვითომ ძალიან შეუვალნი, ძალიან პატრიოტები და აი ძალიან გაუტეხელნი ხართ, ვერ გაგტეხათ თქვენ დასავლეთმა და ვერაფერი ვერ ქნა, ვერ დაგამონათ ესე ვთქვათ ბჭყალებში. რანაირად შეგიძლიათ ახლა მეორეს ვერ დაემონებით, იმიტომ რომ ერთის მონობაში ხართ და ის ერთი არის თქვენი მზე წოდებული და მას თავისი მზე ყავს კიდე ჩრდილოეთში, რომელიც ხან ამოდის, ხან ჩადის და ხან საერთოდ რა ვიცი ქრება და ეხლა ცოტა ისეთი ამღრეულია ღრუბლებს არის მოფარებული თქვენი დიდი მზე იქ სადღაც რუსეთში და სავარაუდოდ გზაც ვერ გაგიგვნიათ, ამიტომ ვის რა უნდა უთხრათ, ვის რა უნდა აკადროთ არ იცით. დღეს ევროკავშირის ელჩების საერთო განცხადება იყო. ხვალ ალბათ უკვე ელჩები თავისით შეიძლება არ ვიცი თუ ამ დონეზე მივედით უკვე და საერთოდ გადასაყრელად ვართ გამზადებულები თქვენგან თქვენი დამსახურებით ბჭყალებში და თქვენგან გამომდინარე თქვენ არავის არ მოუწია თქვენთვის უფლება ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოთ თქვენ ისაუბრეთ ქოცების სახელით და თქვით რომ ქოცები არიან ესენი ქოცებისთვის ვაკეთებთ ამას თქვენ საქართველოს არ გიყვართ არც არასოდეს არ იყავით საქართველოს თვის. თქვენ იყავით საკუთარი ჯიბეებისთვის და საკუთარი სიამოვნებებისთვის. არ იკლებდით არაფერს და არ იკლებთ დღემდე. ნუ რა თქმა უნდა ხა სადღაც ჩაგეკეტათ, გონიათ რომ გაიხსნება მერე რაღაცა იქნება და დამდგარ ხართ ამხელა ხალხი. როგორი სირცხვილია ღმერთო, როგორი სირცხვილია და თავის მოჭრა რომ ამხელა ხალხი არ იცით უკვე, ესე იგი სიტყვას ვერ გათქმევინებენ, აუგი ვერ გათქმევინეს ოკუპანტებზე და სისხლისმცველებზე და კაციჭამია რუსებზე და გამოიყვანეთ ეს რა ქვია ევროპა და ამერიკა ხალხი და სტრატეგიული პარტნიორები რომლებმაც დღემდე მოგვიყვანეს და საქართველოს თუ დღეს ფეხზე დგას და რაღაცას ვაკეთებთ და ეს ამდენი ემიგრანტი ქვეყნიდან გასული კიდე და იქიდან გამოგზავნილი ეს თანხები და არ ვიცი რანაირად შეგიძლიათ ესე იგი ვინც გაჭმევთ ზუსტად იმას აგინოთ აფურთხოთ და ვითომ როდესღაც რაღაცა რო ჩაგიცმევიეთ დღეს გახდა მოუნდომოდ. კაით უკვე სასაცილოც აღარ არის, საშინელება, საზიზღრობაა ხალხო, საზიზღრობაა. თქვენ როგორ უნდა იყოთ საქართველოს ხელისუფალნი? თუნდაც არალეგიტიმურნი. ხელისუფლება ხალხისა და ხალხია ხელისუფლების წყარო, გინდათ ასე, გინდათ ისე. თქვენ როგორც გინდათ ისე გაიგეთ. სწორედ იმ ხალხს აქვს უფლება, ან გამსახუროთ, ან არ გამსახუროთ, რადგან ის ხალხი გიხდით ხელფას. და ხელფას ხალხი იმაში არ გიხდით, რომ ლამძღოთ, აგინოთ და აფურთხოთ იმ ადამიანებს, ვისთანაც თქვენი ქვეყნის მოქალაქეები გაშვებულნი გყავთ, გაყრილები გყავთ, რომ შემოსავალი ჰქონდეთ და ლუკმაპური ჰქონდეთ მათ ოჯახებს. თავისუფლება ყველა პატიმარს, იმიტომ რომ ყველა პატიმარი, ვინც თქვენ დააპატიმრეთ და ვისაც კიდე ალბათ დააპატიმრებთ და რაც არ გამოიგონებთ და რაც არ შეთხზავთ, ყველა პოლიტიკური პატიმარია. მათ შორის თქვენ გინდათ, არ გინდათ, მიხეილ სააკაშვილი, მზია ამაღლობელი, ნინო დავითაშვილი. თუმცა პრინციპში ეს ახალგაზრდა ბავშვები, ეს სრუმოწმეები, ისღა გაკლდათ, რომ თარჯიმნები მოწმეებად დაგეყენებინათ ამ აურზაურში და გამოგეყენებინათ ეგ მომენტი და ეგ სიტუაცია. სირცხვილია ხალხო, ძალიან დიდი სირცხვილია. ლუქსემბურგში არ მიიწვიესო საგარეო საქმეთა მინისტრად წოდებული მაკა ბოჭორიშვილიო და ჩვენ საერთოდ გავდივარ თუ არ გვინდაო. ვაიმე, რას ლაპარაკობთ? კალთებს დაგახევენ დარჩითო. სამაგიეროდ რუსეთია თქვენთვის ღია, გაიღო რუსეთი, გაიხსნა და იფრინეთ და იყავით. მაგრამ იქაც რომ არავის უნდა ხართ. მართლა არავის არ უნდა ხართ. წავიდა კაცად წოდებული, კაცი ბრჭყალებში და ქურდი, ფარცხალაძე, ქურდი, დიახ ქურდი. ისე როგორც გისხედა იმ ბიუჯეტის ქურდები მაგ პარლამენტში და მთავრობაში. და რომანოვი გახდა. ჩემთვის ეს იგივეა, რაც რწმენა შეიცვალოს ადამიანმა.
მაგრამ სად გაქვთ ან რწმენა ან კაცობა ან ადამიანობა რომ ეხლა მე ვითხოვდეთ თქვენგან რაღაცა ღირსების გამოვლენას. თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს და აუცილებლად იქნება ეს ყველაფერი რეალიზებული ქართველი ხალხის მიერ. საზღვრებს გარეთ თუ საზღვრებს შიგნით. ხალხის დევნას მოეშვით, ინფორმაციების მოძიებას მოეშვით თქვენ ემიგრაციაში რა ხდება და ვინ რას აკეთებს და ვიცი სახელები და გვარები სად იწერია და აბა ეს მომაწოდეთ ის მომაწოდეთ. თქვენ და სამწუხაროდ ჩემი გაუგებარი არაფერი არ რჩება და მე არა ვარ ერთი ვინც ფლობს ამ ინფორმაციას. ამიტომ დაწყნარდით, დაოკდით რომ შვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება მოხდეს 4 ოქტომბერს და არა თქვენს მიერ რაღაცა სამხედრო და რაღაცა გადატრიალებები და გადმოტრიალებულებიც ხართ, გადმოტრიალებულებიც ხართ და ჩაყირაებულებიც ხართ. მეტი რა უნდა დაგემართოთ ხალხო. გაუმარჯოს ჩემ საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ხალხს და პოლიტპატიმრებს ყველას მალე თავისუფლებას ვუსურვებ.